ფურანები ტოდისია დაიწყო. მოუბადე! არა, ნელა ფიტო. მოუბადე! ბახო, არაჟარი მინჭო. Mama, აი შოკოლადე. დილამშვიდობისა მეგობრებო. ვიწყებთ ახალი ვიდეოს გადაღებას და დავადექით გზას ტაბაწყობისკენ. ასე რომ დარჩით უყურეთ ვიდეოს და ისე ამომეთ ავიდეოთ. გავჩერდით ელიზაბეთალში 5 წუთიანი შესვენება. პირველი გაჩერება და პატარა წახემსება. ცოტა გამოსაფხიზლებლად ყავა გვინდა. აი ესეთი პატარა სოფელი არის. ძალიან ლამაზი და საყვარელი სახლებით. საკმაოდ ლამაზი სოფელია და ღირს ნახვა. ზად მეგობრებო შეგხვდებათ სოფელი ბარცხისი, საიდანაც შეგიძლიათ რომ ახვიდეთ ბირთვისის კანიონებზე და ნახოთ ძალიან ლამაზი და საინტერესო ადგილი. გირჩევთ რომ მოხვიდეთ გაზაფხულზე უფრო. ასევე არის ალგეთის წყალსაცავი, ესეც ძალიან ლამაზი ადგილია და კარგი დასასვენებელი ადგილია. ასე რომ გზად თბილისთან ახლოს სულ რაღაცა 40 წუთის გზაზე შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ და დაისვენოთ ეს ლამაზ ბუნებაში. შემოვედით უკვე წალკაში და აი ნამდვილად უნდა ვაღიარო რომ არც ეს არ გვეგონა თუ ესე გადათეთრებული დაგვწდებოდა უკვე ყველაფერი. ხალხატლატები იმედი. შენ გეგონა? რატო არ გითხარი მე თუ გეგონა? ბიჭო მეტი ეფექტისთვის მეფესია. ეგეგამ გადაირბინა. მე ნამდვილად არ მეგონა თუ ესე დაგვწდებოდა. ირაკლი არის პირველად წალკაში. ზამთარში ხო? ხო, ზამთარს გულისხმობ თორე ახლა ისე გაზაფხულზე და ზაფხულში. ესე ირაკლას ზაფხულშია გათენილი აქ ყველაფერი ჩემს ზაობის გამო. ჩამოვედით აგერ წალკაში. ესეთ კაი მეორადები ვნახეთ და აგერ ბიჭები მზადებიან ტაბაწყურისთვის. პოდიუმზე უნდა გავიაროთ. ხლა ჩაცმულები ჩამოვედი. YouTube-ზე რო დავდოთ ხო არ იქნება პრობლემა. არა, სლაპარაკი. აი ჩამოვძანდით ამ ქალბატონს ტანსაცმელი თუ და გავიწყდებათ აგერ შეგიძლიათ შეიძინოთ. შეშინებათ ხოლმე მოკლედ. ეგეთებიც არ ქონდა გასაკვირი 30 აგერ. გზაში ძალიან მოგშვიდა, გავაჩერეთ. ცხელი შოთისპური, კაი სულგუნი და ნიორი. ცოტა კი ავყროლდებთ ახლა მანქანაში, მაგრამ გემრიელია რა სიზა. აუ არა ძმაო, ამას არა დაიჯურდი რა. აი. ატურავ წამარგლა ყველაფერი. სულს ხო кайფია. მეჩოი მოყველი ძალიან მაგარი. ძალიან დაგულებში ვარ. აი რომ ჩაკამი ჩავდა რომ
გადმოვხვიეთ ცენტრალური გზიდან ტაბაწყურისკენ, ესეთი თოვლიანი გზა დაგხვდა უკვე, აქეთ თოვლია და ნელ-ნელა იმატებს. გაყინული თან. ძალიან ლამაზი პეიზაჟები არის გარშემო, რაც მოვდივართ. თითქმის, რავი, 80% გზისა. მეგობრებო, ეს სტუმრეთ ამ ადგილს გარშემო არის ულამაზესი მთები. რაც შეეხება ჩვენ აქ რო ჩამოსულიყავით, მაგაში ისევ და ისევ დაგვეხმარა Mobile 5G. Mobile 5G არის ჩვენი მეგობარი კომპანია, რომელიც გვეხმარება ვიდეოების გადაღებაში. ძალიან დიდი მადლობა მათ და ასევე ტექნიკური კუთხით სხვადასხვა ტექნიკით დაგვეხმარა კომპანია ტენე. მადლობა ტენესაც. რომ გქონდეს დატენილი ტექნიკა სულ ყოველთვის. მოვედით სოფელში ხარულაში, აი ეს ჩვენი ძმები დაგხვდნენ, გზა გაგვიწმინდეს, გაგვისუფთავეს ჩვენ სპეციალურად. მადლობა ბიჭებო, მადლობა. ამის მერე ერთი სოფელი დაგვსა და უკვე ავდივართ ტაბაწყურის ტბაზე. აი მართლა ყოჩა ამ ხალხს ესეთ პირობებში რომ მთელი ზამთარი აქ არიან. მოკლედ რთულ პირობებში ცხოვრობენ და მაინც არ ტოვებენ აქაობას. ძირითადად ეთნიკურად სომეხი ეროვნების ხალხი ცხოვრობს აქ. ენის ბარიერი არის, ვინც მოხვალთ რუსული ან სომხური დაიცოდეთ და ჩვენ არ ვიცით. ხო. თორე საკონტაქტოდ ქართულადაც დაელაპარაკებით, უბრალოდ ცოტა რთული არის, იმიტომ რომ არ იცი. ეს რამდენად კარგია ან ცუდი თქვენ გასაუბრეთ. Moubate! შეხედეთ თუ რამხელა თოვლია უბრალოდ გზაზე ნაპირებში და აქეთკენ ჩვენი ტაბაწყურის ტბა. მეტია რომ გამოვიდეთ ეს თოვლი გზაზე აქ. სასწაული.
ხო. კუნძულთან მივალთ იმ შუაში? კი. მე რამდენობა როგორ? კუნძულამდე 25 ლარი. ხო. ბაკურიანიდან უნდა თავიანთი ბურანებით მიდიან ეგ. ისე აქ შემოსავლის წყარო რა არის? მე გაქრას აი დღეს რეკლამი ქონდა იმაზე Facebook-ში. მოგნიშნავთ მე თქვენ და გადარეკლამეთ. თქვენი ნომერით ჩაგვაწერინეთ და ნაგერა ეს ბურანები იქ. Facebook-ის თუ გავხდია. ჩვენ გვერდად გამოგიგზავნით და იქ მოგნიშნავთ მე თქვენს. მოიცა ჯერ ის საქმე ის ქნა. ჯერ საქმე მერე დანარჩენი. აქ ისე კარგად საუბრობთ ხალხი აქ არა ვარ. აჰა. გაგვიმართავ და დავემთხვიეთ. ორჯომის ხაზი ჩემია და გამგირა მარშრუტი ჩემი ბორჯომი. ისე ქართულად კარგად საუბრობთ მას. ხო, კარგია, კარგი. ნახევარზე მეტმა არის. მიხარია ძალიან. დასაფასებელია ნამდვილად. კი. გვაქვს ესეთი ვარიანტი, რომ ბურანებით გავიდეთ კონსულზე და გაგვიხარდა ძალიან, იმიტომ რომ არ გვეგონოთ რომ ამის შანსი მოგვეცემოდა. ასე რომ დანარჩენს უკვე კონსოლიდან განახეთ. ამას მიყვებით ეხლა გავიცანით. საკმაოდ კაი ადამიანი, აქ მაცხოვრებელი მკვიდრი პიროვნება. თავის პატარა ბიზნესი აქვს, საოჯახო ბურანები აქვს, აქ ირავებენ სეზონურად აქეთ. ძირითადად მაგით ირჩევენ ხოლმე თავს და თან ბაკურიანის ხაზეც მუშაობს. ეხლა ძალიან გაგვიმართლა. რო დავემთხვიეთ. ოპა, თხილად ცოტა. კი, საკმაოდ რთული ბარიერი გადავიარეთ ეხლა. მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ დაბაწყურში. ჩემს უკან არის გაყინული დაბაწყური. ეს ტერიტორია არის ზღვის დონიდან დაახლოებით 1991 მეტრზე. ამ ტბის მაქსიმალური სიღრმე, როგორც მოვიძიეთ ვიკიპედიაში, არის 40 მეტრი. ანუ საშუალო სიღრმე 15 მეტრს არ აღემატება. და ზამთრის პერიოდში აქ ამოსვლა შეგიძლიათ ახალქალაქიდან, ბორჯომის გზიდან, ბორჯომის მხრიდან გზა იკეტება ხოლმე, ბაკურიანის მხრიდან უკაცრავად. ბაკურიანის მხრიდან გზა არის ხოლმე დაკეტილი, მხოლოდ ბურანებით შეიძლება ამოსვლა. კარგი ინფორმაცია ის არის, რომ ბურანებს აქ ირავებენ და პატარა კოლაბორაციასავით შედგა მასთან, ესე რომ ვთქვათ, მისგან ვიქირავებთ ბურანებს და პატარა ლამაზ ვიდეოსაც შემოგთავაზებთ. რაც თავარია ამ ვიდეოს გადაღებაში დაგვეხმარა Mobile Parts RDBG. ჩვენი მეგობარი კომპანია უკვე მეორედ გვეხმარება ამ ლამაზი ტურის მოწყობაში. ამ ყველაფრის თქვენამდე მოტანაში. ეს არის სივრცე, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენი მობილური ტელეფონების ტექნიკური ხარვეზის მოგვარებას. ყველანაირი ხარვეზი, რაც არ უნდა იყოს ფიზიკური დაზიანება იქნება თუ ტექნიკური პრობლემები, ყველანაირ შემთხვევაში დაგეხმარებიან. ვიდეოში დავდებთ მათ ლინკს. მიმოხილვაში იქნება ყველაფერი. დროებით და ჩაგერთვებით ეტაპობრივად კიდე. ხო, რაღაც დაპირებებს იძლევა, მე ვერ გავიგე რა დაპირებებს იძლევა. რაღაცა გადავხტებიო, თავითო, თოლშიო თუ არ ვიცი, მორბის ახლა გაგიჟებულია მოკლედ სილამაზით ამ სანახაობით არის გადარეული და გაგიჟებული. აი შეხედეთ. არა მარტო ვახო ირაკლის. მე ესეთი ბედნიერი ირაკლი არ მინახავს, ბურთის ხსენება საერთოდ არ უნდა ხოლმე. ხო, თევზაობის დროს არის და ალბათ ტბასთან რო არის ახლოს, მაგიტო. ნუ ახლოს რა ტბაში არის. ფაქტობრივად. აი ესეთი ზღაპარი არის მეგობრებო. აი ესეთ კაც პირობებში ცხოვრობს ხალხი და უწევთ ამ კაცრი ზამთრის გადატანა. მინიმალური შესაძლებლობებით. იმიტომ რომ აქ მოკლედ დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე გაყინული არის ეს ტბა. როგორც ვახომ აღნიშნავთ, წეგან ვაპირებთ ბურანებით შესვლას ნახვას ტბის კუნძული, იმიტომ რომ მანქანებს არ გვიშვებენ, მაგრამ როგორც ტრადიციულად ჩვენ ვიდეოებში გვექნება პატარა კულინარული ჩანართი. უნდა მოვამზადოთ, ვთქვათ, რა უნდა მოვამზადოთ, თუ საიდუმლო დავტოვოთ. ხო, პელმენები უნდა მოვხარშოთ, მიშოსა აქ-ერთი სათლახი რეცეპტი, მაგ რეცეპტით. ხო, ესეთ გაყინულ გარემოში და ესეთ სიცივეში ცხელ-ცხელი პელმენის წვნიანი იქნება აი მისწრება, სასწაული. ასე რომ დაელოდეთ პელმენის მომზადების ვიდეოსაც. ჩვენი ტრანსპორტი მოემართება ჩვენს
არის თითოე არის აი ესეთი თოვლი ხილვა. დეკემბერი, იანვარი, ფებრვარი, მარტი, აპრილი, ბოლო. მარტის ბოლომდე გაგინო. ეცედება მეთევზეობა არის და მთელი ამბავი. აი თევზაობა, ის საკონილის ამაზე შავობენ რა, სოფლში. მესაქონლეობა არის ძირითადად, იმიტომ რომ მაინც შეშა არ მოიფოვება, რითი თმებით ხოლმე ხა? გაზი არის? ხო, რაც თავარია, ყველაზე კაი ეგ არის, რომ გაზი დიდი ხანია შემოყანილია თუ ეხლა? 5-6 წელია ხასებეთი. ძალიან კაი. არა. 2000 მეტრზე ვართ. დენი მაღალფრიანი სიმაზე ნახევარში. აჰა, შეღავათი არის მაინც. კი, გაზზე ჯერ არ არის. თქვენ ბაკურიანისკენ ტურებს არ აკეთებთ? იქიდან კი მოდიან ვარა. იქიდან კი მოდიან, აქედან არა. დაბუსი ხალხი რო იყოს, აქედანაც ხო, აქაც რო იაროს ხალხმა არის საშუალება. სამი ფრანია. პლუს ამას განვითარდება მე კიდე სხვები ციხიდიან. კი. ნებისმიერ დროს შეიძლება რომ ტურისტულ ზონას რო აი ეს ჩემი ნომერი უკვე იცით. ხო, საკონტაქტო როგორ შეიძლება მოგმართონ როგორი აი სოციალურ ქსელში თუნდაც Facebook-ზე. Facebook-ში არამაის მურაჯანი. ნახეთ და იქაც ვიდეოები ბატონო. არის. კაკრაზან ბურანების იმაზე ვიდეოებიც არის. ბურანები თოდიშია დაიწყო. ბარბეკიუს გრილი. ის ამუიღე პატარა ვიდეოსთვის. მაგარი იდეა. კეთილი იყოს აბა ჩვენი ფეხი. ესეთი ძვილი რა. გამარჯობა. გამარჯობა, კეთილი. სასიამოვნოა. ვაიმე ცოტა დაიშვი. Mama, ai cai șocolate. ესეთი ძვილი და ძვილი გარემო რო დაგვა ესეთი მასმიზრო. რა ვიცი, ისე შეშა საიდან თქვენ ტყიდან მოგავთ? ბატარი. არა, მაინც ასე თუ ისე მაგ შენახული, იმიტომ ხანდახან აქ შუქი შეიძლება არ იყოს. ვიცი რა არის. შირად არის ხოლმე ეგრე რომ შეშა ლაპასი მაგ პოსელში. აჰა. ხო, რა თქმა უნდა, მომარაგებული. ისე იდეა. აკა. შეშა იქნება. წერა მოვიკითხეთ და ორი საათი. არა, ეგრე არა, კუბომეტრობით ხიდი. კი. ეხლა ფერდის მოხდეთ, ბატო, ის მიყოვნა. ხო, აი, მანქანებს ამოაქვს, თუ დარეკა მანქანას, ამდე შეუკეთავდნენ კუბო. ადრე მეც სამხილიანი ქონდა და მეც დავდიოდი. მე რატო აღარ აქვს? რაც მინდა, აღარ მინდა. საქმე 61 წლის კაცი. არ გეტყობა, იმიტომ რომ აი კი, იცი რა, აი ძალიან მიყვარს. ყოველს საღამოს აი საღამოს გებურალი და აი მაგლა ამბივარ. სულთა ჰაერი. ხო, იცი რა მაგარია ეგა. შრომარო, იშრომო რაღაცა. აქ კარტოფილი მოდის. კი. კიდე რა მოდის? სტაფილო. კარტოფილი, სტაფილო, ჯარხალი. კომბოსტოც სამწუხლება. წვანილი ვერ მეშობთ ვერზე. თელ ახალქალაქში. ბაზარში. მაღაზიაში. ბაზარში, მაღაზიებში ვიყავით. მაღაზიაში აქეთ აი გზასთან რო არის რაღაც ოქტომბერ მაღაზია მოდი. აი ჩვენ ქსელური. ეხლა უკვე გამოვედით სოფელ დაბაწყურიდან, ჩვენი მასპინძლის ოჯახიდან, მაგრამ აქ ისეთი ადამიანი გავიცანით. ისე გემრიელად გვიმასპინძლა, წამოსვლა აღარ გვინდოდა, მაგრამ
დროში საკმაოდ შეზღუდულები ვართ. გასაკეთებელი გვაქვს კიდე რაღაცები ვიდეოსთვის, ამიტომაც იძულებული გავხდით დაგვეტოვებინა. მაგრამ მადლობა ჩვენ მასპინძელს რა. კიდე ჩამოვალთ აუცილებლად. ჩვენგან რომ ჩამოხვიდეთ აქ ბურანებითაც იკატავებთ, სასტუმროც არის, მაღაზიაც არის, ყველაფერი არის იმისთვის, რომ კარგად დაისვენოთ. ულამაზესი ხედები არის, ცოტა ცივა ეხა რაც მართალია, მაგრამ კარგი ეკიპირებით ყველაფერი შესაძლებელი არის. ასე რომ უკმაყოფილო არ დარჩებით, რომ ჩამოხვიდეთ. ოღონდ ერთი დღით არ ნუ ჩამოხვალთ, როგორც ჩვენ ეხა შეცდომა დავუშვით, მაგრამ დროში ვარ შეზღუდული და მაგიტო. ჯობია რომ ჩამოხვიდეთ ერთი ღამით მაინც, რომ სრულიად და ბოლომდე მიიღოთ სიამოვნება აი ამ გარემოთ. მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტავაწყურის გასასვლელთან. ესეთი პატარა საპიკნიკე ადგილი მოვძებნეთ. ლამაზი ნაძუნარი არის ჩვენ გარშემო და ჩვენ ზუგზუდან კიდე ესეთი ლამაზი ხედი იშლება გაყინული ტაბაწყური. ეხლა ვიმზადებით ცეცხლი დავანთოთ. ბიჭებმა შეშამოაგროვეს. მიშო ცეცხლსანთებსთან. Ja. Muzika qois. სიცივეს ესეთი ცხელი კერძი უხდება რა. ყველა ვარიანტი. რაც არის, ამას ვაკეთებ გემონებისთვის, იმიტომ რომ ძალიან მაგარ გემოზე წაიყვანს. ორი ცალი. ეს გემონების ამბავია. დაჟე ძაღლით დაინტერესდა. გაკურებული უყურებს რასაკეთებს. ძაღლი გვიყურებს და ეხლა რეცეპტი მახსოვრებს. ის ჯერით მოვიდა, კი ბატონო. ძაღლი ჩაუ. ალო. ხო. ქავთარაძეზე კავ. დიახ, მენი პაციენტი აქ არის მეგობრებო, წაიყვანეთ რა თუ გამოიქცათ. ჟია ვინ არის? მე 20-ში რო იყო, მე 20 პალატაში კი. კი, ნანა ექიმო, ჩვენა ვარ ჩვენ. მოდი ერთ წამს. ვახო, არაჟანი მინჯო. არაჟანი მინჯო. დალებო. რაკი? სულ შეგვიჭამით არაჟანი. არაჟანი მინჯო. ვახო. ჩვენ ჯანსაღ მოგზაურობას გავუმარჯოთ. მოდი ჯანსაღი, მიდი ქარვა. განიქაროთ ეს კი ნოგლო. ესეთ ხედზე if ცხონებაა რა. აი ესეთი ცხელი და წვნიანი კერძი გამოვიდა. როდესაც ახლა დავაგემოვნებთ. პირველი გასინჯოს ირაკლი. 10 წუთი დაველოდებით. ყველაფერმა თუ კარგად ჩაიარა. შემდეგ შეგვიძლია ჩვენს მივირთოთ. აქ არის ირაკლოზე. აბა გასწრებლა თქვი რა აკლია და რა. ხო ვიცი ხარ როგორც რა გემოცაა. როგორც ვაკეთებ ხოლმე კი იცი. აურა კაი თბილიათ. შვენიერი. დაგაი. ჩვენი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება სამწუხაროდ, მაგრამ კიდევ შემოგთავაზებთ სხვა ბევრ კარგ ვიდეოს. იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეოც და თუ მოგეწონებათ გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი გამოწერი გვეყოლება, ჩვენს მეტი мотиваცია გვექნება, რომ ბევრი ვიდეო გადავიღოთ და გაგიზიაროთ თქვენ. ჩვენ ხშირად დავდივართ, სულ დავდივართ თითქმის, მაგრამ ნუ ეხლა რახან ვიდეოების გადაღება დავიწყეთ, ჩვენი мотиваციაც არის ის, რომ თქვენ მოგეწონოთ პირველ რიგში. თქვენი აზრი გვაინტერესებს და აქედან გამომდინარე ჩვენს
გავაგრძელებთ ან არ გავაგრძელებთ ვიდეოებს. თუ არ იქნება ინტერესი არანაირი, შეიძლება არც გავაგრძელოთ. ასე რომ თქვენზე არის დამოკიდებული დიდწილად. გამოიწერთ, მოიწონებთ, დააკომენტარებთ და გაგვიზიარებთ თქვენს იდეებს და მოსაზრებებს ჩვენი ვიდეოების მიმართ. ასე რომ არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ერთი პატარა ღილაკი არის, არავის არაფერს ხელს არ უშლის, მაგრამ ჩვენთვის ბევრ ამას ნიშნავს. დავამატებდი ვართ კიდევ სპონსორების ძიებაში. ამ ეტაპზე ძალიან კარგი კეთილი ხალხი გამოგვდა, კარგი სპონსორები, ვინც ამ ტურებს გვიფინანსებს, მაგრამ უფრო მასშტაბური რომ გავხადოთ ჩვენი მოგზაურობები და უფრო მრავალფეროვანი, მივესალმებით კიდევ ახალ სპონსორებსაც. ხო, ამ ვიდეოს ჩაწერაში კიდევ ერთხელ დაგვიდგა გვერდში Mobile Park-ში. ძალიან დიდი მადლობა ამ კომპანიას. თუ რაიმე დაგჭირდათ, ტელეფონთან დაკავშირებული პრობლემები თუ რაიმე გქონდათ ნებისმიერი სახის, შეეხმიანეთ და დაგეხმარებიან ყველანაირად. გვყავს კიდევ ახალი პარტნიორი კომპანია ტენე, რომელიც დაგვეხმარა ტექნიკით და აღჭურვილობით, რომ გქონდეს საშუალება ეხა შორგზაზე ვინც მიდის, ყველა მიცის, რომ საჭირო არის სხვადასხვა ტექნიკა, ნივთები, პაუერბანკები, კაბელები, სხვადასხვა დეტალები, რომელიც საერთო ჯამში მერე დიდ შედეგს იძლევა და კარგად აისაღება ვიდეოს შედეგზე ხოლმე. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ამ ორ კომპანიას და თქვენი აქტიურობის იმედი გვაქვს. თქვენი შეხედულებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი თვალი დანახული და შექმნილი ვიდეოები თქვენამდე მოტანილი როგორი იქნება, აი ყველაფერი გაგვიზიარეთ, რა შევასწოროთ, რა გავაკეთოთ უკეთესად, რომ უფრო ხარისხიანი და კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ. დანარჩენზე შევხვდებით ახალ ვიდეოში. შეხვედრამდე ახალი ვიდეოს დასაწყისამდე გემშვიდობთ.